ბიჭო, როგორც იქნა? მერაბმა მგონი ტვინს უხმო და მიხვდა, რომ რაღაცეები უნდა შეცვალოს. წარმოიდგინეთ, ტიპი გამოდის ცხუბზე და იმავე დღეს რამდენიმე საათით ადრე 5 რაუნდს სპარინგობს. 5 ძმაო, აი სრული დატვირთვით. მესმის, რომ მერაბი მანქანაა, მესმის, რომ ენერგია იმდენი აქვს, მთელ თბილისს გაანათებს კრიზისის დროს. მაგრამ ჩხუბის დღეს 5 რაუნდი? ეს იგივეა ქორწილის წინ კაცმა 1 ტონა შეშა დაჩეხოს და მელე თამადობა მოინდომოს. კი, აქამდე მუშაობდა, მერაბი იგებდა, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ ეს ჭკვიანურია. მოდი ასე ვთქვათ. წარმოიდგინეთ ტიპი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე 140-ით მიქრის. იცის ეს გზა, ზეფირად იცის ყველა ორმო. 15-ერ გაიარა და არაფერი მომხდარა. მაგრამ მე-16 უცებ გზაზე ირემი გამოხდა. ან ჩვენებური ძროხა, რაც უფრო რეალურია. ამან საჭე დაჰკრა, გადავარდა და ნახევარი სოფელი დააზიანა. ის რომ აქამდე გამოზდიოდა, არ ნიშნავს, რომ ეს სწორი ტაქტიკაა. ვინც არ იცით გეტყვით, მერაბი ცნობილია იმით, რომ ჩხუბის დღეს დაახლოებით შუადღისას მიდის დარბაზში და აკეთებს სრულყასოვან ვარჯიშს. აი საღამოს 7-ზე არენის კარები იხსნება, 9-ზე ამას ჩხუბი აქვს და ტიპი პირველ საათზე 5 რაუნდს სპარინგობს. თან როგორც მეუბნებიან, ვინც ნანახი ყავს, ნაზად კი არ მუშაობს, არამედ ნამდვილ ომს მართავს. ზოგჯერ ახალ პარტნიორებსაც უსვავენ, რომ ბოლომდე დაცალონ. კაცაგებია, ჩხუბის დღეს ცოტა გაფხიზლება და ოფლის მოდენა კარგია. განსაკუთრებით მაშინ თუ წონას იკლებდი. წინაღამე სასტუმროში რომ წევხარ, წყალს ვსვავ, კალორიებს იბრუნებ, ორგანიზმს სჭირდება ამ ყველაფრის გატარება. მაგრამ ხალხო, ოფლის მოდენა არის 1-2 გაწელვა, ცოტა თათებზე მუშაობა, ოდნავ პულსის აწევა. 1 წუთის სპარინგიც კი იშვიათობაა ამ დროს. მერაბი კი მთელ ომს მართავს საკუთარ თავთან. ახლა მერაბმა ახსენა ტერმინი overtraining, ზედმეტი ვარჯიში. და ეს დაუკავშირა პიოტრიანთან ბრძოლას. მე არ ვამბობ, რომ მერაბი ცდება, მაგრამ აი სიტყვა ზედმეტი ვარჯიში ცოტა ყურს მჭრის. ჩემს ცხოვრებაში 45 წელია სპორტში ვარ და ნამდვილი ზედმეტი ვარჯიში სულ 2-ჯერ მაქვს ნანახი. ჩვეულებრივ ამ სიტყვას ზარმაცი ხალხი იყენებს ხოლმე გამართლებად. ოღონდ მერაბზე ამას ვერ იტყვი, ეგ კაცი შრომის განსახიერებაა. აქ სხვა რამეშია საქმე. არსებობს არასაჭირო ვარჯიში. აი 5 რაუნდის სპარინგი 5 რაუნდიანი ჩხუბის წინ ეს არის ზუსტად არასაჭირო. მოდი მაგალითისთვის ავიღოთ მარათონი. წარმოიდგინეთ, კაცი აპირებს მარათონის გარბენას დღის 2 საათზე. დილის 6-ზე რომ ადგეს და მოსახუნებლად 1 მარათონი გარბინოს, რა სიტყოდით? ჩეილში ხომ არ გაქვს, ეგ რასისულელეაო, არა? ხო და ჩემპიონატის ბრძოლაზე დედამიწის ზურგზე არ არსებობს რთული სპორტული ღონისძიება. აქ მარტო სირბილი კი არაა. აქ შენს წინ დგას კაცი, რომელიც თვეების მანძილზე ემზადებოდა იმისთვის, რომ შენ ფიზიკური ზიანი მოგაყენოს. მოკლედ, მერაბმა რომ მიხვდა, რომ ეს 5 რაუნდი ჩხუბის დღეს ზედმეტია, ეს კარგია. მაგრამ აქ არის ერთი ფაქიზი ზღვარი, რომლის გადაკვეთა არ შეიძლება. აი, აქ უნდა დაუფიქრდეთ. სად გადის ზღვარი გენიალურობასა და შეცდომას შორის? მერაბმა რომ თქვა, აღარ ვიმუშავებ, ასეო, კარდია, მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრეთ. როგორც კი სპორტსმენი იწყებს საუბარს ისეთ სიტყვებზე, როგორიცაა დასვენება და აღდგენა, ჩემთვის ეს არის განგაშის ზარი. ეს არის პირველი ნაბიჯი უფსკრულისკენ. ხშირად მესმის ინტერვიუებში, ახლა უფრო ჭკვიანურად ვარჯიშობ და არა უფრო მაგრად. ჟღერს კარგად, არა? ლოგიკურადაც მოგეჩვენებათ, მაგრამ დამიჯერეთ. ეს არის სპორტსმენის დაცემის პირველი საფეხური. ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, მცოდნეები, რომლებიც ჩაგიჯდებიან ყურში და გეტყვიან: ბიჭო, ძალიან ბევრს შვები, ცოტა დაუკელი, დაზოგეთავი. თუ ამას დაიჯერებ, ჩათვალე, რომ შენი კარიერის მზის ჩასვლა დაიწყო. შენ უნდა ვარჯიშობდე ყველაზე მაგრად, ყველაზე დიდხანს და ყველაზე სასტიკად. საკითხავი მხოლოდ ისაა, როდის. 5 რაუნდის სპარინგი შესანიშნავია. თუ 5 რაუნდიანი ბრძოლისთვის ემზადები, ეს აუცილებელიც გია, მაგრამ არა ჩხუბის დღეს, არა გასახდელში გასვლამდე 1 საათით ადრე. თუ მერაბმა ეს გაკვეთილი ისწავლა, ძალიან მაგარია, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოს, როცა იწყებ ნაკლების კეთებას იმ იმედით, რომ მეც მიიღებ, ეგ ძალიან სახიფათო თამაშია. ჩემი ისტორია და ის წყეული კიბის ტრენაჟორი. მოდი ერთ ამბავს მოგიყვებით. მეც რომ მეგონა რაღაც ახალს აღმოვაჩენდი. პაულო ფილოსთან ჩხუბისთვის ვემზადებოდი. წონას ვიკლებდი და ჩემმა წვრთნელებმა დამარწმუნეს, რომ იქ სადაც მივდიოდით, საუნა დაგხვდებოდა. ჩემთვის საუნა მარტო წონის კლება არაა, ფსიქოლოგიური მომენტია. იქ უნდა ჩავჯდე, დავიცალო, მოვემზადო. მიცხრეს ვიყავითო, ვნახეთო, აი ისე ხურს, როგორც ნამდვილი ქართული ტორნეო. მივედით და რა? ყუილი. არანაირი საუნა იქ არ იყო. უბრალოდ ეგონათ, რომ იქნებოდა და თავის დასაზღვევად მომატყუეს. მერე გამოსწორდებაო. დრო ცოტა მქონდა, აწონვა ახლოვდებოდა. დავინახე დარბაზში step mill. აი კიბეებზე რომ ადიხარ ეგ ტრენაჟორი. ცხოვრებაში არ მქონდა გამოყენებული. ჩავიცვი ჩემი პლასტიკის საუნა კოსტიუმი და შევდექი. ფიზიკურად ძალიან რთული არ იყო, გავაკეთე, წონას ჩავაბარე. პრობლემა ის იყო, რომ ჩემი სხეული ამ მოძრაობას არ იყო მიჩვეული.
ის კუნთები ჩავრთეულებსაც აკანდე ეძინათ. 2 საათის შემდეგ ფეხებს ვეღარ ვამოძრავებდი. მეორე დილით ჩხუბის დღეს რომ გავიღვიძე, ფეხები კი არ მტკიოდა, მიფეთქავდა. აი თითქოს შიგნიდან ვიღაც გირჩებს მირტყავდა. აქ გაკვეთილი ის კი არ იყო, რომ ზედმეტად ვივარჯიშე. არა, მე უბრალოდ ზედმეტად დავტვირთე ის ნაწილი, რომელიც მზად არ იყო. გავაკეთე ის, რაც ჩემს სხეულს არ ჭირდებოდა და არ იცოდა. ამიტომ როცა მერაბი ამბობს, რომ რაღაცას ცვლის, მე ვამბობ, კარგია მერაბ, ოღონდ ჭკვიანურად. ჩხუბის დღეს უნდა გააკეთო მინიმუმი. ის აუცილებელი მინიმუმი, რაც ორგანიზმს ჭირდება დასაქოქვად. მეტი კი არა, ზუსტად იმდენი, რომ სისხლი ათამაშოს და მეტი არაფერი. თუ მერაბმა ეს გაიგო, მე მის მხარეს ვარ. მაგრამ თუ ვინმემ დააჯერა, რომ ჭკვიანური ვარჯიში ზარმაცობა ნიშნავს, აი მანდ დაგვენძრა ყველას. მოდით პირდაპირ ვთქვათ. მერაბი არის ადამიანი, რომელმაც თავისი სახელი და ავტორიტეტი სწორედ იმით ააშენა, რომ სხვებზე მეც მუშაობდა. როცა ყველა დაიღალა, მერაბი მაშინ იწყებს. ხო და ახლა, როცა ის ამბობს, რომ სპარინგებს დავაკლებო. ეს ცოტა იმას გავს, გელაურმა ხინკალში ხორცი დააკლოს. გემო იგივე აღარ იქნება ძმაო. მე სრულად ვუჭერ მხარს იმ აზრს, რომ ჩხუბის დღეს 5 რაუნდი ზედმეტია. ეს უბრალოდ რესურსის ფლანგვაა. ჩხუბის დღეს შენი მიზანია იყო მშიერი, აგრესიული და ენერგიით სავსე. შენ უნდა გააკეთო ის მინიმუმი, რაც საკმარისია გასახურებლად, და არა ის მაქსიმუმი, რაც შეგიძლია საერთოდ გააკეთო. ჩხუბის დღეს შენ გჭირდება ნაპერწკალი და არა ხანძარი გასახდელში. თუ მერაბმა ეს მართლა გააცნობიერა, მაშინ ის კიდევ უფრო საშიში გახდება ოქტაგონზე. მაგრამ, ჩემო ქართველო მეგობრებო, აქ ერთი დიდი მაგრამ იმალება. ეს არის ძალიან სრიალა გზა. სპორტსმენის კარიერა გავს მთაზე ასვას. როგორც კი გაჩერდები და იტყვი, რომ საკმარისია, ან ცოტას დავისვენებ, იმ წავსვე ქვემოთ დაგორებას იწყებ. მე მინახავს უამრავი დიდი მებრძოლი, რომლებმაც დაიჯერეს, რომ ჭკვიანური ვარჯიში ნიშნავს დარბაზში ნაკლები დროის გატარებას. ისინი იწყებენ ძვირადღირებული აღდგენითი პროცედურების კეთებას, ყიდულობენ 1000 გვარ გაჯეტებს და ავიწყდებათ მთავარი, ოფლი და სისხლი.